საქართველოში მესამე მსხვილი ბანკი ყალიბდება. დაახლოებით 1 წლის წინ დაწყებული მოლაპარაკებები დასრულდა და ბაზის ბანკმა ლიბერთი შეიძინა. შედეგად ჩინური ხუანინგ ჯგუფის წევრი ბაზის ბანკი ლიბერთის აქციების 96%-იანი წილის მფლობელი გახდა. დარჩენილი წილი მინორიტარ აქციონერებს ეკუთვნით. შერწყმის შედეგად გაერთიანებული ბანკის აქტივები 11 მილიარდს გადააჭარბებს, რითაც მისი წილი ბაზარზე 10.9% იქნება. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი იქნება, რაც სისტემის 10.9% შეადგენს. ბანკს ექნება ასევე 8 მილიარდიანი დეპოზიტების პორტფელიც, რითაც ჯამურ დეპოზიტებში 11.9%-ს დაიკავებს. საბანკო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ გარიგებით ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. რატო გავდივართ? ჩვენ საერთოდ გავდივართ, ანუ ჩვენ არ ვიტოვებთ წილს, გავდივართ ამ ინვესტიციიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველთვის. ჩვენ ვართ ერთზე ინვესტიციების კომპანია, რომელმაც ყოველთვის უნდა რაღაცა ვიყიდოთ, რაღაცა თუ გქონდეს და რაღაცა მომგებიანობას რომ მივახცეთ, მე გამოგვაქვს ბაზარზე. ყველა ჩვენი კომპანია ესეა, ეს ბანკი უკვე ჩვენ მათთვის საერთოდ მეორე იტერაციაზე წავედი, მანამდე კიდევ რაღაც სხვას ვლაპარაკებოდით. ჰაიდელბერგციანაკი სამჯერ ქონდა გამოტანილი, რაღაც ფასი გვაქვს, იმ ფასს ვერ მივახცეთ, მაშინ აღარ ვიყიდი და ვაბრუნე. ეხლა ამ ფულს ავიღებ და რაღაც მიწაში არ ჩაფლავ, წავალ და რაღაც სხვას ვიყიდი და რაღაც სხვას გავაკეთებ და რაღაც ახალი პროექტები გვაქვს საქართველოს, რომელიც დავინო გავაკეთებ. საქართველოში მესამე მსხვილი ბანკი ყალიბდება. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ ბაზის ბანკმა ლიბერთის შეძენის გარიგება წარმატებით დაასრულა. შედეგად ჩინური ხუანინგ ჯგუფის წევრი ბაზის ბანკი ლიბერთის აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა, რომელიც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Honeywell Partners-ისგან გამოისყიდა. ბაზის ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიზნეს პროცესების უწყვეტობის და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად ბაზის ბანკის გენერალური დირექტორი დავით სავა ასევე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს. აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზის ბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით. ამ გარიგებით ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზის ბანკის მომხმარებლები მომსახურებას ბაზის ბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები ლიბერთი ბანკში მიიღებენ. მათ შორის პენსიონერებიც, რადგან ლიბერთი ბანკმა 2022 წლის მაისში პენსიონერებისა და სოციალური გასაცემლების მომსახურების 105 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რითაც 2029 წლამდე კვლავ დარჩა პენსიების გამცემ ბანკად. ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ ბაზის ბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა საბანკო სისტემას და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. აქტივების სიდიდით ბაზის ბანკი მეოთხეა სისტემაში, მის მიერ მესამე უმსხვილესი ლიბერთი ბანკის შეძენა ბუნებრივია საქართველოს საბანკო სისტემაში ცვლილებებს გამოიწვევს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჩინური ხუანინგ ჯგუფის კუთვნილი ბაზის ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს შეადგენს. 6.1 მილიარდი იყო ლიბერთის აქტივების ზომა. შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით 11 მილიარდ 18 მილიონი ლარი იქნება და ამ პარამეტრით გაერთიანებული ბანკი საბანკო სისტემის 10.53%-ს დაიკავებს. გაერთიანებული ბანკის საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი გახდება, ამავე მოცულობის იქნება გაერთიანების შედეგად ბანკების ჯამური სადეპოზიტო პორტფელიც, რაც საბანკო სისტემის 11.9%-ია. გაერთიანებულ ბანკს ექნება ამბიცია კიდევ უფრო ინოვაციური იყოს და ახალი პროდუქტები და ახალი მომსახურებები შესთავაზოს მომხმარებელს, აცხადებენ საბანკო ასოციაციაში. ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ გარიგება ბაზარზე კონკურენციას გააძლიერებს. ლიბერთი ბანკი ისედაც სისტემური ბანკი იყო, რეალურად ამ ორი ბანკის გაერთიანებით და დაახლოებით უნდა ველოდოთ დაახლოებით 10 მილიარდამდე შეიძლება გაიზარდოს აქტივების მოცულობა, ანუ რაღაც პერიოდში 3 წლის წინ ლიბერთი ბანკმა და ბაზის ბანკმა ასევე აქტივების დიდი ნაწილი შეიძინა VTB ბანკისგან, რაც პრაქტიკულად კიდევ ერთხელ აძლევს
უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო მეტ კლიენტთან, მეტ მომხმარებელთან რომ მივიდეს და მეტი მომხმარებლის მომსახურება რომ შეძლოს. ეკონომისტების ნაწილი ელის, რომ ორი ბანკის გაერთიანება ბაზარს მნიშვნელოვნად შეცვლის და კონკურენციას გაამძაფრებს. ასეთივე მოლოდინი აქვს საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარესაც. შეერთება ბაზის ბანკთა ლიბერტის, გააძლიერებს კონკურენციას ცალსახად საბანკო სექტორში, რაც უკვე კარგია მომხმარებლებისთვის. ცოტა უფრო კონტექსტსაც რო შევხედოთ, ლიბერტი ბანკი მაინც გარკვეულწილად იყო საფრთხის ქვეშ გარკვეული სანქციების მისი დაფუძნებლის გამო, ირაკლი რუხაძეძის დასაწყისში აგერ იმედი გაყიდა. ამ მხრივ ლიბერტი ბანკს უკვე სანქციების საფრთხე მოექცა, რაც მნიშვნელოვანია მათ შორის პენსიონერებისთვის, ხო ხა და სანდოობისთვის. ეხლა მე თუ ვიცი რომ შეიძლება ბანკის ფობერი რაღაცა პოლიტიკურ აქტივობებთან იყოს დაკავშირებული და ემუქრებოდეს მას გარკვეული საფრთხე, ამ ბანკის სანდოობა რომ მე ჩემი ფული შევინახო, ნაკლებად მექნება. ახლა კი ეს საფრთხე მე ვფიქრობ მოიქცნა. მესამე ბანკის გამოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის ბაზარს, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ლიბერტი და თუნდაც ბაზის ბანკი თავისი, ასე ვთქვათ, მიმართულებებიდან გამომდინარე, უფრო განსხვავებულ სეგმენტებში ოპერირებდნენ. თუ ლიბერტი უფრო ეგრეთ წოდებულ რიტეილის, ანუ საცალო მიმართულებაზე იყო ორიენტირებული, მეორეს მხრივ, ხოლო ბაზის ბანკი იყო კორპორატიული და კორპორატულ ბიზნესზე ორიენტირებული, მათმა გაერთიანებამ ფაქტობრივად უნივერსალური ესეთი მსხვილი ინსტიტუტი უნდა ჩამოაყალიბოს წესი და რიგით, რომელმაც რეალურად მნიშვნელოვანი კონკურენცია უნდა გაუწიოს ორ მსხვილ მოთამაშეს, როგორც არის TBC და საქართველო. რამაც რეალურად უნდა, ასე ვთქვათ, გაზარდოს კონკურენცია ბაზარზე. მესამე მსხვილი ბანკის გაჩენაში პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად ფინანსისტების ნაწილი გარკვეულ საფრთხეებსაც ხედავს. შესაძლებლობა ეფექტურობის გაზრდისთვის საბანკო სექტორში შესაძლებლობაა, რომ ამ მესამე ბევრად უფრო მცირე ბანკმა გაუწიოს ორ ძალიან ზედმეტად დიდ კონკურენცია და შესაძლებლობაა, რომ ეკონომიკის ეფექტურობა გაიზარდოს. ამავე დროს არის გარკვეული ხიფათები, ერთი მხრივ ის, რომ ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებლის მონაცემი აღმოჩნდება ჩინური კომპანიის ხელში, რომლებიც არ არიან ცნობილი მოფრთხილებით ასეთ საკითხებზე და მეორე მხრივ ერთგვარად საჭოჭმანო უფრო ცუდი სიგნალი არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შიგნითაც, რომ ჩინური ბანკი ყიდულობს აქ ინსტიტუციას და დასავლური ბანკები გავიდნენ წლების წინ. კარგების შედეგად საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს ბანკის და TBC-ის შემდეგ ბაზის ბანკისა და ლიბერტის სახით უკვე მესამე უმსხვილესი ბანკი ეყოლება 11 მილიარდ 18 მილიონი ლარის პორტფელით და ბაზრის 10.53%-იანი წილით. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Rating-მა კრედო ბანკს გრძელვადიანი რეიტინგი B+-ის სტაბილური პერსპექტივით განუახლა. რეიტინგი ასახავს ბანკის ძლიერ შედეგებს ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მდგრადი ზრდით, მომგებიანობითა და კაპიტალის დონით. აღნიშნულს ხელს უწყობს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ბანკის ბიზნეს სტრატეგია, აქტიური დაკრედიტება, აქტივების ხარისხი, დეპოზიტების ზრდა და მომხმარებელთა და ინვესტორთა მაღალი სანდოობა. აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკის სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში და ის ქვეყნის მასშტაბით 97 სერვის ცენტრით 9 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. WhiteBit-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე კრიპტოდერივატივების ოფიციალურ ინტეგრაციას ნიშნავს. როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა WhiteBit აცხადებს, საქართველოს ბაზარზე ის ოპერირებს გლობალური სტანდარტებით და მომხმარებლებს თავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ციფრული აქტივების ეკოსისტემას. ამასთან ლიცენზიის ფარგლებში კომპანია იწყებს სრულად რეგულირებული პლატფორმის განვითარებას. კერძოდ WhiteBit-ში ნერგავს უვადო ფიუჩერსებს, რომელიც ტრეიდერებს აძლევს შესაძლებლობას ივაჭრონ ფასის მოძრაობაზე ბაზისური აქტივის ფლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის ლიკვიდურობასა და ეფექტიანობას. საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა და შუადერეფნის პოტენციალი. ეს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის შეხვედრის მთავარი თემები. ვაშინგტონში ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აქცენტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და რეგიონული დაკავშირებადობის პროექტების პრიორიტეტულობაზე გააკეთა.
Წალსახად აღინიშნა მსოფლიო ბანკისგან ის წარმატება, როგორც რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რომელთაც საქართველოს გამორჩეული არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ბოლო 5 წლის პროგნოზით საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოში, როგორც რეფორმების განვითარების მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით. ჩვენ საუბარი გქონდა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ასევე სამომავლო პროექტებზე, რომელზეც შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებაში და მის დაფინანსებაში. ეს იქნება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ასევე წყლის სისტემების მიწოდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდნენ. შეხვედრაში ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს. ინტერესი არის მზარდი. ეხლაც 20-ზე მეტი საინვესტიციო ჯგუფი, გლობალური საინვესტიციო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, აზიიდან ესწრებოდა ამ შეხვედრას. ზოგიერთი მათგანი უკვე არის ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილი და ინვესტირებას აკეთებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდში. ზოგიერთი აწიაპირებს შემოსვლას და ეს ინტერესი მათი მხრიდან არის გამოწვეული ჩვენი სტაბილურობით. მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველოს წლების განმავლობაში ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სტაბილური და მზარდი. ეკონომიკა არის მზარდი, ძლიერი ზრდა ეს არის, რაც აინტერესებს ინვესტორებს, იმიტომ რომ მათი ინვესტიცია არის უკუგებადი და დაცული ამ შემთხვევაში. ინფლაციური პროცესები მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა, რაც ნავთობის ბაზარზე და ზოგადად სასაფონლო ბაზრებზე მიმდინარეობს, არის ასევე მართვადი და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ორგანიზაციებიც აღნიშნავს, რომ ჩვენი გონივრული მონეტარული პოლიტიკის და გონივრული ფისკალური პოლიტიკის წყალობით ეს ბალანსი შენარჩუნებულია. ასევე აინტერესებთ ის სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობა, რასაც ჩვენი ბაზარი იძლევა. ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით შუადერეფნის ფარგლებში ახალი და ინოვაციური საპილოტე მარშრუტი ამოქმედდა, რომელმაც ბელგიიდან ყირგიზეთამდე ტვირთის გადაზიდვა ახალქალაქის სარკინიგზო კვანძის გამოყენებით გახადა შესაძლებელი. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ევროპიდან ეგრეთ წოდებული რევერსული ნაკადების სტიმულირებისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციამ მნიშვნელოვანი სატარიფო შეღავათები დააწესა, რამაც აპრილის დასაწყისში პირველი პრაქტიკული შედეგი გამოიღო. თურქეთის კიოსეკოის ტერმინალიდან დაიძრა შემადგენლობა, რომელმაც 11 ერთეული სვობბადის ტიპის ინოვაციური გადასადგმელი ძარა გადაზიდა. სვობბადი კლასიკური კონტეინერისგან განსხვავებით სპეციალური დასაკეცი ფეხებით არის აღჭურვილი და იდეალურად არის მორგებული სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირების კომბინაციას. ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში გადამწყვეტი ფუნქცია ახალქალაქის სადგურმა შეასრულა, სადაც ტვირთის ევროპული 1435 მმ-იანი ლიანდაგიდან 1520 მმ-იან სტანდარტულ ვაგონ პლატფორმაზე გადატვირთვა მოხდა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს დერეფანში ხდება ინტერმოდალური გადაზიდვების აქტიური და სტრატეგიული მოთამაშე. ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით ახალ რევერსულ ტვირთნაკადებს იზიდავს. სააგენტო საწარმოო საქართველოში ინფორმაციით Starbucks-ის პირველი ობიექტი თბილისში აქსის ტაუერში 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. Starbucks-ი ბრენდის მაღაზიებს ალშაია გრუპთან პარტნიორობით გახსნის, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ Starbucks-ის შემოსვლა სააგენტოს აწარმოოს საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ვაკვირდებით ყოველწლიურად კონკრეტულ შედეგებს გლობალურ ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების სექტორი, ეს იქნება ტექნოლოგიური სექტორი, ეს იქნება საფინანსო სექტორი, თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება თქვენ იცით, რომ Starbucks-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოთამაშე
ამ ბიზნესში და მისი შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი მიმზიდველი გარემო საინვესტიციოდ ბიზნესის გასაფართოვებლად და რა თქმა უნდა ამას ექნება გადამდები ეფექტიც, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები ალშაია ჯგუფთან წარმატებით დავასრულეთ და პირველი Starbucks-ის ფილიალი თბილისში უკვე ზაფხულში გაიხსნება. მადლობა მინდა განსაკუთრებული გადაუხადოთ ჩვენს საელჩოს ქუვეითში, განსაკუთრებულად ბატონ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩართული ამ პროცესში და ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ პირველი ფილიალი ზაფხულში გვექნება. ეს არ იქნება ერთადერთი ფილიალი, არა მხოლოდ თბილისი არ არის ლაპარაკი, იქნება სხვა ქალაქებშიც. ნედლი ყავა, მოხალული ექსტრაქტები და ყავის სუროგატები ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რასაც ყავის ახალი რეგლამენტი შეეხება და ბაზარზე მის განთავსებასა და გადამუშავების წესებს დაარეგულირებს. რეგლამენტის განმარტებით მიზანი ყავის სექტორში ერთიანი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დოკუმენტი ასევე ადგენს ყავის დამუშავების მეთოდებს მშრალი და სველი პროცესებით, ყავის მარცხვის ხარისხის დეფექტებისა და უცხო მინარევების კლასიფიკაციას. ძირითადად აქცენტირებულია მწვანე ანუ ნედლი ყავის მიმართულებაზე და ინდუსტრიაზე, რომელიც შედარებით არის ესე რომ ვთქვათ ყურადღების მიღმა დარჩენილი, იმიტომ რომ ძირითადად ამ იმპორტის შემოტანა ხდება მეორადი ყავის მწარმოებელი ქვეყნებიდან, ანუ შესაბამისად თუ კი არის ეგ რისკები, რომ ამ იაფასიანში იყოს დაბინძურების პრობლემები, იყოს მარცვლის დაუშვათ, ტენიანობის, ხარისხობრივი მაჩვენებლის და მისი ფუჭებადობის რისკები, შესაბამისად კანონმდებელი თვლის, რომ უნდა დაარეგულიროს ეს ნაწილი. როგორც ყავის სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ეგრეთ წოდებული მეორადი ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ინდონეზიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული დაბალი ხარისხის მწვანე მარცვალია. მათი განმარტებით ხშირად ეს ნედლეული დაბინძურებული და უხარისხოა. ახალი მოთხოვნებით კი უცხო მინარევების წილი ყავაში 2%-მდე უნდა შეიზღუდოს, ხოლო მწვანე ყავაში ტენიანობა 3.9%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რეგლამენტით განისაზღვრება კოფეინის მინიმალური შემცველობაც, რაც 0.1%-ია, შედეგად კი ბაზარზე გამოფიტული ან ხელოვნურად გაჯერებული პროდუქტი ვეღარ უნდა მოხდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეტიკეტირებაა. ახალი წესით ბიზნესს დაევალება არა მხოლოდ პროდუქტის ტიპის მკაფიო მითითება, არამედ მისი ბოტანიკური სახელწოდების დაფიქსირებაც, წარმოშობის ქვეყანა, მოსავლის წელი, დამუშავების მეთოდი და მარცვლის ზომაც სავალდებულო მონაცემთა ნუსხაშია. იდენტიფიცირება მომხმარებლისთვის იქნება უფრო მარტივი, ხარისხიან ყავასხავს თუ არა. ანუ არ იქნება მარტივად ვთქვათ დამოკიდებული კომპანიის მარკეტინგული გუნდის ნიჭიერებაზე, როგორ გადაფუთავს პროდუქტს. ანუ რა სეგმენტის პროდუქტად აპოზიციონირებს. არამედ ამის ნაწყვეტ იქნება ის, რაც რეალურად არის ყავა, მომხმარებელს იქნება გამჭვირვალე ინფორმაცია ამის შესახებ. შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვა კომპანია იზოლებული გახდეს, რომ შეეშვას დაბალხარისხიანი ყავის იმპორტს და ძალაუნებურად მოუწევს, რომ გადავიდეს მაღალხარისხიან ყავაზე. ან ნორმალური ხარისხის ყავაზე ისეთ ყავაზე, რომლის შესახებ ინფორმაციის დატანაც არ იქნება სამართლიანი. მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილებები უპირველეს ყოვლისა იმ იმპორტიორებს შეეხებათ, რომლებიც აქცენტს არა ხარისხზე, არამედ დაბალ ფასზე აკეთებენ. მათ მოუწევთ ან გააუმჯობესონ ნედლეული, ან საერთოდ დატოვონ ბაზარი. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ყურევენ ყავაში ძალიან ბევრ სხვა დანამატს, როგორც არის მუხუდო, რომელიც უფრო იაფიანია და რომელიც არ არის ყავა. ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობა გამოცდილებაც, რომ გარჩიოს რეალურად ნაღდი ყავის არომატი, მაგას იყენებენ აი ეს არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, სადღაც კუსტარულად დამზადებული და მოხალული დაბალი ხარისხის მარცვალი პლუს არეული მუხუდო და კიდე სხვა დანამატი. როგორც სექტორში განმარტავენ, ბაზარზე არსებული მაღალხარისხიანი ყავის შემთხვევაში ეტიკეტზე ინფორმაცია ფერმიდან ფინჯნამდე ხელმისაწვდომია. სექტორში ელოდებიან, რომ ახალი წესები ბაზარს და კონკურენციას შედარებით გააჯანსაღებს. სპეშალტი ყავის შემთხვევაში, ანუ მაღალი ხარისხის ყავის შემთხვევაში ეს ისედაც სამრეგულაციის გარეშე ყოველთვის ესე ვიქცევდით, მსოფლიო სტანდარტია. ანუ აუცილებლად არის დატანილი მომხმარებელთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ფერმიდან ფინჯნამდე თითოეული პროცესის. ანუ მიწათმოქმედება, როგორ მოხდა ეს მიწათმოქმედება და უშუალოდ შემდეგ როგორ მოხდა ყავის მარცვლის დამუშავება, გასუფთავება, მოხდა ეს მზეზე გასუფთავება თუ სველი მეთოდით და ასე შემდეგ, რაც სამრეგულაციაში ისედაც არის ჩამოთვლილი. ამ შემთხვევაში ცოტა მტკივნეული შეიძლება ეს იყოს ისეთი კომპანიებისთვის, ისეთი ყავებისთვის, რომელიც არის ძალიან ისეთი მესმარკეტ ყავა და ხარისხს მასდამეს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
აქედან გამომდინარე, მომხმარებლის კუთხით რო შევხედოთ, დიდი კომფორტია, იმიტომ რომ იზოლებული იქნება ყველა კომპანია, რომ მაქსიმალურად ყველა ნიუანსი ყავის შესახებ იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაციას გულისხმობ. ღია გაყიდვის არხებში, როგორც საბუთმო ბაზრობებია თუ რაღაც რიტეილია, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, ალბათ თქვენს ხშირად ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად არაგერმეტულად შეფუთულ მდგომარეობაში, გაუგება ადგილა შენახული, არ არის დაცული შეფუთვით თუნდაც ტენიანობის საკითხი და ბევრი სხვა ნაწილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რისკი არის და ჩემი აზრით ამ დაბალხარისხიანი მარცვლის წილი საკმაოდ მაღალია. იაფიანი ყავა ერთმნიშვნელოვნად დარჩება, უბრალოდ მოწესრიგდება იაფიანი ყავის იმპორტის კონკრეტული თავისებურებები. რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. ამასთან ბაზარზე უკვე არსებული და ეტიკეტირებული პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რეალიზაციაში დაშვებული 2027 წლის სექტემბრამდე იქნება. როგორ და რამდენად ხარისხიანად გაკონტროლდება ყავის სარეალიზაციო ობიექტები, სექტორისთვის ჯერ უცნობია. იმის რისკს ხედავ მაინც რომ თუ ეს პროდუქტი ისევ არაშეფუთვით ისევ მიეწოდება ბაზრობებს და ასე შემდეგ როგორც ახლა იყიდება ყველანაირი ეთიკეტირების გარეშე რამე შეიცვალოს თუმცა არ ვიცი შეიძლება არ ვარ ბოლომდე გაცნობილი როგორ აპირებენ მაგის კონტროლს საქართველოში ყავის იმპორტი მზარდი ტრენდით ხასიათდება. გასულ წელს ქვეყანაში $3,994,000 541 ტონა ყავა შემოვიდა. წელს იანვარ-თებერვალში კი საქართველოს $355,000 62 ტონა ყავა იყიდა. მთავარი იმპორტიორები კი ინდონეზია, რუსეთი, იტალია, თურქეთი, ვიეტნამი და სხვა ქვეყნებია. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტის მიხედვით ეკონომიკის სამინისტროს სიპმა აწარმოეს საქართველოში 708,000 ევროს, ანუ 2,248,395 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა ჰოგან ლეველსთან. 8 გვერდიანი ხელშეკრულებიდან და მისი თამდები დოკუმენტებიდან უცნობია, უშუალოდ რა სამართლებრივ დავაშია ჩართული სააგენტო აწარმოეს საქართველოში და რა სერვისები უნდა მიაწოდოს მას იურიდიულმა ფირმამ, რადგანაც კონტრაქტიდან რედაქტირებული და ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოს აღწერას მოიცავს. წარდგენილი განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის გამჟღავნებას არ ექვემდებარება. პარალელურად, მთავრობა მუშაობს სააგენტოს აწარმოეს საქართველოში რეორგანიზაციაზე და მის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზე. თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნამახვან ჰესის მსგავსი მსხვილი ენერგოპროექტების შეჩერება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, რომელიც რა თქმა უნდა რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის არ გამოყენება დანაშაული იქნება, ამბობს კახა კალაძე. მისი თქმით, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით აუცილებელია მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია. ეს ჩვენი ყველას პრობლემა იყო, ამბობს კალაძე. შეგახსენებთ, საქართველოს ნამახვან ჰესის ინვესტორ კომპანია ენკასთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ $383 მილიონი კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. ამასთან ამ თანხას ემატება პროცენტი იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისათვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა $450 მილიონ აღემატება. ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის რომ ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი და რა თქმა უნდა რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. დანაშაული იქნება ამის არ გამოყენება. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ ვიყოთ დამოკიდებული არც რუსეთზე და არც აზერბაიჯანზე. ვიყოთ თვითქმარი ქვეყანა და მეტიც. შეგვიძლია ჩვენი რესურსების სწორად გამოყენებით განვახორციელოთ ელექტროენერგიის ექსპორტი თუნდაც ევროპულ ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა დიდი ჰესები, როგორც არის ხუდონი, როგორც არის ნამახვანი, ეს აუცილებელია ამ პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის. ამაზე არ დავთ რა პრობლემა იყო მაშინ? პრობლემა იყო ის, რომ არ განხორციელდა პროექტი. ხო, აი რატო ვერ გაუძლო მაშინ სახელმწიფომ ამ? ვერ გეტყვი, მე ვფიქრობ, უფრო ისეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, სწორი მიდგომა უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთხელ უნდა ახსნილიყო ადამიანებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება.
მთავრობამ Wind Power-თან სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოიწონა. საუბარია 206 მეგავატიან ქარის სადგურის პროექტზე, რომელიც როგორც Wind Power-ის დირექტორი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. მისივე თქმით, ჯამში 33 ტურბინა უნდა დაიდგას და პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 240 მილიონი დოლარი იქნება. სადგურის მშენებლობა ადგილობრივი მთავრობის ნებართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა როგორც იორდანიშვილი ამბობს, 8 აპრილის განკარგულებით მთავრობისგან ყველა საჭირო ნებართვა მიიღეს. მათ შორის მოწონებულია Wind Power-ის მიერ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც. 4 მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსი მიენიჭა. მთავრობის განკარგულების მიხედვით სტატუსი მიენიჭათ ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც საქმიანობს ახალ ქალაქში, ეგრეთ წოდებულ მე-14 სამხედრო ქალაქში და რომლის საქმიანობა რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოება რეალიზაციას მოიცავს. ასევე სტატუსი მიენიჭა ინდივიდუალურ მეწარმე ჰასმი კაროიანს, რომელიც რძის გადამუშავებისა და ყველის წარმოება რეალიზაციით არის დაკავებული. მესამე სუბიექტი ახალ ქალაქში, ეგრეთ წოდებულ მე-14 სამხედრო ქალაქში საქმიანობს, ხოლო მეოთხე მეწარმე ამბროლაურში ბრატისლავას ქუჩა 24-ში საქმიანობს და მისი საქმიანობა პურის ცხობა რეალიზაციას მოიცავს. განკარგულება ეფუძნება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონს და მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის ნომერ 633 დადგენილებით დამტკიცებულ წესს, რომლის მიხედვითაც სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მთავრობა ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსს ააშენებს, რისთვისაც 15,314,192 ლარის ბიუჯეტია გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ახლა დაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ კომპაქტურ განსახლების შენობებში ცხოვრობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბორჯომის პარალელურად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში, თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირ აღდგენითი სამუშაოებისათვის ჯამში 1,4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები გამოცხადდა ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევის ნომერ მე-5 და ნომერ მე-7 სახლების მიმდებარედ, მდინარე წყალწითელას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველაში, მდინარე სტორის და საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სათავე ნაგებობასთან მდინარე ყვირილას ნაპირ აღდგენითი სამუშაოებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებას და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნაპირდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში საჭიროებისამებრ მოეწყობა გაბიონის კედლები და დიდი ზომის ლოდებისგან ქვანაყარი ბერმა. 4-ვე პროექტი სრულად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.